როგორ უპირისპირდება და რითი ებრძვის ქართული ოცნების ხელისუფლება ქართველ ხალხს, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება გააპროტესტა. ოცნებამ ამ პროტესტის ჩასახშობად შესაძლოა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მომწამლველი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. საგამოძიებო რეპორტაჟს BBC ავრცელებს. ბრიტანული გამოცემის რეპორტაჟი ეყრდნობა მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს. ასევე დარბევების დროს აქციების მონაწილეების მონაყოლს და ექსპერტების შეფასებებს. გამოცემის თანახმად წყაროდ გამოიყენა ასევე სპეცრაზმის შიგნიდან მამხილებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც. რა პასუხი აქვს ქართულ ოცნებას ამ სერიოზულ ბრალდებებზე, რომ სერიოზული ზიანის მომტანი ნივთიერება, რომელიც მიმოქცევიდან საერთოდ ამოიღეს, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა. ნინი ბალანჩივაძე მოგვიყვება თემის შესახებ. დავიწყებ იმით, რომ საკმაოდ მოცულობითი არის ის სტატია და გამოძიება, რომელსაც აქვეყნებს BBC და აქ საუბარი არის დეტალურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობდა 1 წლის წინ საქართველოში, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტებს არბევდნენ ოცნების ხელისუფლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ამ გამოძიებით დგინდება ის, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს წყლის ჭაულში შერეული იყო ქიმიკატი კამიტე. ეს არის ნივთიერება, რომელიც საფრანგეთმა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომში გამოიყენა და მოგვიანებით მისი ხანგრძლივი ზემოქმედების გამო საერთოდ ეს ნივთიერება მოხმარებიდან ამოიღეს და ჩვენ გვახსოვს როგორ ვითარდებოდა პროცესები საპროტესტო აქციების დროს. გვახსოვს ისიც, რომ ინტოქსიკაციის გამო არაერთ მოქალაქეს საპროტესტო მშვიდობიანი აქციის დემონსტრანტს დასჭირდა სწორედ დახმარება, ვინაიდან მაშინ მათ სხვადასხვა სიმპტომები აღენიშნებოდათ და სწორედ ეს არის ნივთიერება, რომელიც იწვევს ამ სიმპტომებს. მათ შორის არის კანის წვა, ხველა, სუნთქვის გაძნელება და გულისრევა. სწორედ ეს სიმპტომები ჰქონდათ მაშინ აქციის მონაწილეებს. ეს საგამოძიებო სტატია არის საკმაოდ ვრცელი ფილმი, რომელსაც აქვეყნებს სწორედ ბრიტანული გავლენიანი გამოცემა და იქ საუბარი არის დეტალურად იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც ამ დროის მანძილზე მოიპოვა გამოძიება. მათ შორის საუბარი არის მედიკოსების დასკვნებთან დაკავშირებით და ისინი დეტალურად განმარტავენ იმას, რას ნიშნავს ეს ნივთიერება და ის, რომ საერთოდ ხმარებიდან იყო ეს კონკრეტული მომწავლელი ნივთიერება ამოღებული, თუმცა ქართულმა ოცნებამ სწორედ ამ სტატიის მიხედვით ეს გამოიყენა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ სტატიაში ასევე საუბარი არის და ინტერვიუები არის იმ მოქალაქეების, რომლებიც იყვნენ ამ საპროტესტო აქციებზე და თავად ხედავდნენ თუ როგორ დაზიანებებს იღებდნენ სწორედ წყლის ჭავლის შედეგად და ჩვენ ახლა ეს ფრაგმენტები უკვე ამ გამოძიებიდან შეგვიძლია რომ პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. This is not the military. აქ ხომ საუბარი არ არის სამხედრო მიზნებზე, ჩვეულებრივი ადამიანები გამოდიან ქუჩაში. მათ აქვთ უფლება იცოდნენ, რას იყენებს სახელმწიფო მათ წინააღმდეგ. სახელმწიფო სრულად უნდა იყოს გამჭვირვალე იმასთან დაკავშირებით, იყენებს თუ არა ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებულ წყლის ჭაულს, ასევე რა კონკრეტული ნივთიერებები გამოიყენება. ეს აუცილებელია არა მხოლოდ დემოკრატიის, გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ მოქალაქეებმა შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. ტრიქლორეთილენი ძალიან კარგად შეიწოვება კანის, ფილტვების და კუჭნაწლავის გზით. ის აზიანებს ნერვულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა სისტემას. შეიძლება იმოქმედოს ღვიძლზეც. ეს არ არის ის ნივთიერება, რომლის გამოყენებაც ნებადართულია დემონსტრანტების წინააღმდეგ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა დოზაა. დოზა განსაზღვრავს შხამიანობას. რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო მაღალია გართულებების რისკი. ქიმიკატის გამოყენება მაღალი წნევის მოწყობილობიდან ნიშნავს, რომ თუ წყლის ჭავლის ახლოს იმყოფები, მისი გადაყლაპვის რისკიც მაღალია. როგორც ტოქსიკოლოგს ეს სერიოზულად მაშფოთებს. ქიმიკატი, რომელიც ამ გამოძიების მიხედვით ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ბრომებენზილ ციანიდის კატეგორიაში შედის. ეს არის საკმაოდ საშიში ნივთიერება, რომელსაც იყენებდა სწორედ დემონსტრანტების დასაშლელად ქართული ოცნება. დღეს ჩვენ კითხვები დავუსვით ოცნების დეპუტატებს, იღებენ თუ არა ამ ყველაფერთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას, რა არის მათი პოზიცია ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელსაც აქვეყნებს
იქნებს გავლენიანი გამოცემა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ოცნების დეპუტატები იმ მასალებთან დაკავშირებით, რომელიც მათთვის არ არის მისაღები და რასთან დაკავშირებით აქვთ განსხვავებული პოზიციები, ყოველთვის თავდასხმის რეჟიმში გადადიან. დღეს მაგალითად fake news-ი უწოდეს BBC-ს ამ მნიშვნელოვან გამოძიებას, გურამ მაჭარაშვილი ხუმრობის ხასიათზეც კი დადგა, თუმცა ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი სტატია, მნიშვნელოვანი გამოძიება, ვინაიდან არაერთი დაზიანება მიიღეს სწორედ საქართველოს მოქალაქეებმა ამ ქიმიური ნივთიერების გამოყენების შედეგად. რაც შეეხება ოპოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ, რომ ადამიანი საერთოდ მნიშვნელოვანი არ არის ქართული ოცნებისთვის და ეს გამოჩნდა მათ შორის ერთი წლის წინ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას და თუ როგორ უსწორდებოდნენ საქართველოს მოქალაქეებს. გაზის კამერებიც ხო არ გამოიყენეს? სიჭალში იყო ეს ნივთიერება შერეული, რომელიც საერთოდ ხმარებიდან არის ამოღებული. BBC აქვეყნებს ამ სტატიას. რატომ გამოიყენეთ ეს სენსაციო არის ეს სტატია. ქალბატონო ეკა, ხალხი დაზიანდა. მე ვიცი რომ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი კი არ იყო გამოყენებული. დიდგორის ომის დროს იყო და ჩვენ გვაქვს ამის ინფორმაცია რომ დიდგორის ომის დროს იყო ეს იარაღი გამოყენებული დაახლოებით ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს და შეიძლება უფრო ადრეს გორგასლის დროინდელი შეიძლება იყოს. თქვენ ახლა აი ამ რაღაცა ზღაპრებს რომ მიყვებით, ეს არის ის მოცემულობა, როცა საქართველოს სხვა მიმართულება აქვს და BBC რო აქვეყნებს მათ შორის საერთაშორისო რეიტინგებს, იმას რატომ არ უთითებთ საქართველოსთან დაკავშირებით? BBC აქვეყნებს, რომ BBC კი არ იკვლევს. საერთაშორისო ინსტიტუტები იკვლევენ ამ ყველაფერს. მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული მედია საშუალების BBC-ს გამოძიება ცხადყოფს, რომ აქციების დარბევისას გამოყენებული იქნა ისეთი ქიმიური შემადგენლობა, რომელიც გამოიყენებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს და გასული საუკუნის 30-იანი წლების მერე არის აკრძალული. ასეთი რამ საქართველოში ბოლოს 9 აპრილს მოხდა, როდესაც აკრძალული ქიმიური შემადგენლობა გამოიყენეს აქციის დაშლის დროს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის მკვლელი რეჟიმი, რომელიც არინდობს საკუთარ ხალხს. მაშინაც არსებობდა ეჭვი, რომ გამოყენებული იყო ისეთი ქიმიური ნივთიერებები, რომელიც ხანგრძლივ დაზიანებას იწვევდა მოქალაქეების და ერთი წლის თავზეც ბევრი მოქალაქე უჩივის იმ სიმპტომებს, რომელიც აღნიშნული მოწამვლის შედეგად გამოვლინდა და გამოძიება სწორედ ამასაც ადასტურებს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ებრძვის ქართველ საკუთარ ხალხს. ეს არის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს. ახლა საინტერესო არის აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას ოცნების შინაგან სამინისტრო ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც მნიშვნელოვან გამოძიებაში წერს BBC, ბრიტანული გავლენიანი გამოცემა აქვეყნებს სტატიას, მათ შორის ფილმს, სადაც დეტალურად არის საუბარი იმ ქიმიურ ნივთიერებასთან დაკავშირებით, რომელსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებდა ქართული ოცნება ერთი წლის წინ პროევროპულ აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ მათ დასაშლელად, თუმცა ჩვენ უკვე მოვისმინეთ ქართული ოცნების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს არის fake გამოძიება, თუმცა ამ გამოძიებაში ცალსახად არის საუბარი სწორედ ამ ნივთიერებასთან დაკავშირებით და ცალსახად არის მტკიცებულებებზე მათ შორის საუბარი, გამოკითხული არის არაერთი ადამიანი, მათ შორის ჩართულები იყვნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე ექიმები, მედიკოსები ამ გამოძიებაში და მათ შორის გამოძიებას თან აქვს დართული ინტერვიუები იმ მოქალაქეებისა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საპროტესტო აქციებში. იანი ბალანჩივაძე გვერდთობოდა პირდაპირ ეთერში.